გიორგი ერისთავი დიმიტრი ყიფიანს რომ ესტუმრებოდა, წარდგებოდა დივანზე გადაწოლიას. წიგნში თავჩარგულსა და გულიანად მოხარხარეს. ცნობის წადილი აიტანდა სტუმარს, რა ამბავია მაგრე რატომ ხარხარებო. მასპინძელი შეწუხდებოდა. კითხვას ისე რომ გაეტაცა, სტუმარი გვიანღა შეენიშნა. მოუბოდიშებდა და წიგნსაც აჩვენებდა. კომედია აღმოჩნდებოდა. ვინმე პისემსკისა. სახელწოდებით გაყრა. დიმიტრი სახელდახელოთ რომ ამცნობდა მის ზოგად შინაარსაც და ხარხარის მიზეზსაც. საუცხოოდაა ჩასახული ხასიათი, ზნედა ჩვეულება რუსი მებატონეებისა. გაყრის პროცესის მონაწილენი ერთმანეთს არაფერს რომ არ უთმობენ, შალს, წამოსასხამ შალსაც შუაზე ჭრიანო. საზოგადოდ ძალზე ხელოვნურად, მოსწრებულად და სასაცილოდ არის შეთხზული ჩემო მგოსანო. შენს დაგვიმტკიცე რომ ტყუილად არ ყოფილხარ ვარშავაში გაგზავნილი. პოლონეთის მწერლობას გავლენა ჰქონია შენზე და შენს ამგვარი რამე დაგვიწერე თუ შეგიძლია ჩვენი ცხოვრებიდან. ვარშავაში თავისი ნებით კი არ მოხვედრილიყო გიორგი ერისთავი. გადასახლებაში იმყოფებოდა 1832 წლის შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობისათვის. მწარე დრამატული დღეები გაეტარებინა იქ და შესაძლო აღარც კი ღირსებოდა სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ დიმიტრი ყიფიანი თვითონაც გადასახლება გამოვლილი. არ დაგიდევდა იმ დღეების სიმწარეს. რაკიღა ვარშავაში ამოეყო თავი, გიორგი ერისთავი მოვალე გახლდათ, ღრმად გარკვეულიყო პოლონურ სამწერლო პროცესებში. შეეთვისებინა და გადაეხარშა ის ყოველივე და გამოეყენებინა ქართული ლიტერატურული ცხოვრების გაუკეთესებისათვის. და აჰა, ხელსაყრელი შემთხვევაც მისცემოდა. ის მასალა ქართული სინამდვილისათვის მოერგო. შესაფერისადაც გაიაზრებინა და ჩვენი ყოფის ტრაგიკომიკურობა თვალნათლივ ხელშესახებად წარმოეჩინა. ჭიტინ არზე იჯდა და ხელის აქნევას ელოდაო. ეს ანდაზა ასე ზუსტად და მოხდენილად უნდა მორგებოდა გიორგი ერისთავის ბიოგრაფიას, ვითომ და შემთხვევითობაში თურმე ღრმა კანონზომიერება რომ ჩამალულიყო და წიგნს რომ ჩამოართმევდა მასპინძელს და გაუდგებოდა გზას სოფლისაკენ, ხიდის თავისაკენ, არ უნდა გაევლო დიდხანს, რომ კვლავ ქალაქში დაბრუნებულს უნდა ჩამოეტანა და ეჩვენებინა დიმიტრი ყიფიანისათვის ქართულად შეთხზული კომედია გაყრა. ეს ამბავი უნდა შემოვენახა აკაკი წერეთელს, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა ამ დრამატურგიულ ქმნილებას და ბუნებრივად მიაჩნდა ამ კომედიას კვლავაც საპატიო ადგილი რომ ეჭირებოდა თეატრის რეპერტუარში. თავის დროზე კი დიმიტრი ყიფიანი რომ აღფრთოვანდებოდა, იმავე დღეს უნდა შეეტყობინებინა მთავარმართებლისათვის, მიხაილ ვორონცოვისათვის, რომლის ნებართვითაც გაყრას უნდა ეპოვნა სცენური სიცოცხლე და კიდეც დაწყებულიყო ახალი ერა ქართული ხელოვნების ისტორიაში. მომხდარიყო ქართული პროფესიული თეატრის დაარსება. ეს თარიღი 1850 წლის 2 იანვარი არნაკლებ რომ დაამშვენებდა ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიას. იმ გარემოებას გიორგი ერისთავი პირველი წარმოდგენისათვის დაც თავის მშობლიურ სოფელში რომ გაწყვეტნიდა იონა მეუნარგი აღნიშნავდა. მოგვიანებით ოთარ ჩხეიძესაც რომ უნდა მოეხსენიებინა საგანგებოდ ხიდის თავისა და გორის მეთაურობა თეატრის აღორძინებისა და მისთვის პროფესიულობის შეძენაში. ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილსაც უწოდებდა ოთარ ჩხეიძე გიორგი ერისთავის კომედიებს. დაწყებაც და ქართული თეატრი თანდათან ხრებს რომ გაშლიდა და სხვა ქალაქებშიც გაჩნდებოდა სათეატრო დასები, პირველ ყოვლისა ამავე კომედიებს აირჩევდნენ გაყრასთან ერთად ძუნწსა და დავას და ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ უკეთესად განხორციელებაში. სიცილის სიცილად და მაყურებელი რომ დაიშლებოდა, თან უნდა წამოჰყოლოდათ წარე ფიქრები ოჯახის, გვარის, ერის რღვევისა. სოლომონ დოდაშვილს უნდა გამოიქვეყნებინა თავის დროზე გიორგი ერისთავის პოემა ზარე და ყანიმად, საგანგებოდ აჯანყების მომზადებისათვის დაარსებულ ჟურნალში სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი. მოქმედებას ისტორიაში რომ გადაიტანდა, მაგრამ გამოხვევდა თანადროულ სწრაფვას საქართველოს გამოხსნისა რუსთა პრობილობიდან. ამ განცდას პირდაპირაც რომ გამოხატავდა, თუ მიებაძათ ჩვენთა ივერთა, ვითვენ განყრიდნენ თვისგან თათართაო. ახალი თეატრის შექმნის იდეას შეთქმულთა წრეში ჩაისახებოდა სოლომონ დოდაშვილის და ალექსანდრე ორბელიანის
დიდად რომ მონდომებულიყვნენ ეროვნული ტკივილების გადასატანად სცენაზე და რაც მაშინ ვერ მოხერხდებოდა იმ იდეისათვის გიორგი ერისთავს მაინც უნდა შეესხა ხორცი ის ძველი დროება უმაგრებდა ზურგს ახალი დროების წინამორბედიც რომ უნდა გამხდარიყო ისენობრივი რეფორმა რაც ილია ჭავჭავაძეს უნდა განეხორციელებინა და სისტემადაც დაემკვიდრებინა სათავეს გაყრასა და გიორგი ერისთავის სხვა კომედიებში სპოვებს ქართული ენის დემოკრატიულება იმ თავით ვერ უნდა აღენიშნა პლატონ იოსელიანს წიგნად გამოცემული გაყრის წინასიტყვაობაში წერლობა ძველთა გარდა რუსთაველისა და მცირეთა სხვათა არ იყო ჩვეულებითი საუბარისა ენითა რომელიც არის და უნდა იყოს ჭეშმარიტი ენა ხალხისა დამწერმან ამა პირველისა ქართულ საენაზე კომედიისა დაბადა ენა ქართული ახლისა გვარისა წერლობისათვის ილია ჭავჭავაძე გიორგი ერისთავს პატივს რომ მიაგებდა როგორც სათეატრო წერლობის მამამთავარს და უფასებდა სალიტერატურო სკოლის შექმნასაც მისგან თაშესხმულ კომედიოგრაფთაგან განსაკუთრებით ზურაბ ანტონოვი რომ უნდა გამოერჩია გიორგი ერისთავი შექმნიდა დრამატული ხელვალებით აღსავსე დროების მიუკერძოებელ საფრისულით გამსჭვალულ სურათებს ერთგვარ გზამკვლევს ეპოქის ლაბირინთებში ამავდროულად ისეთი სიღრმით აღბეჭდავდა ამ ყოველივეს ჩვენი ეროვნული ხასიათის თავისებურებებსაც განგვაცდევინებდა და იმ მარადიულსაც გვაზიარებდა რაც ყოველი ჭეშმარიტი ხატრული ქმნილების მოვალეობა და მისია და ამ ყოველივეს გამოხდენილად ჩაწვნია დიმიტრი ყიფიანის სიცილი და გიორგი ერისთავის მიერ ამ სიცილის გადადება ქართველი მაყურებლისათვის